მოგზაურობის დეტალებით ტურისტულ რუბრიკაში ანა კირკიტაძე, ვენგრეთის დამფუძნებელი და თინეთინ გოგუაძე იკონსულის დამფუძნებელი მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე და გასათვალისწინებელ პროცედურებზე გაგვიზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას თუ რა გვჭირდება ქართველებს ავსტრალიაში გასამგზავრებლად. მოვისმინოთ ჩვენი თანაწამყვანებისგან უფრო მეტი დილამშვიდობისა. ანა, თინა, მოგესალმებით და მოგვიყევით რა გვჭირდება ქართველებს იმისთვის რომ მოხვდეთ ავსტრალიაში. დილამშვიდობის. მოგესალმებით სავიზო ცენტრი იკონსულისა და ტურისტული კომპანია ვინგლეთის სახელით. დღეს ვისაუბრებთ როგორც დინი აღნიშნა ავსტრალიის სავიზო პროცესების შესახებ და გაგიზიარებთ საინტერესო მიგნებებსა და ინფორმაციას. ავსტრალიის პასპორტის მფლობელს 111 ქვეყანაში შეუძლია მოგზაურობა უვიზოთ, 87 ქვეყანასთან კი სჭირდებათ ვიზა, 8 ქვეყანაში ელექტრონული, 25 ქვეყანაში სტიკერი და 54 ადგილზე ჩასვლისას ადგილზე იღებენ ხოლმე. და უშუალოდ ავსტრალიაში მოგზაურობას რაც შეეხება, ქვეყანაში უვიზოთ გადაადგილება მხოლოდ ახალი ზელანდიის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. 45 ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე ან ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციით შეუძლია შესვლა. წინასწარ ვიზის აღება კი 152 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება და მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებსაც. მსოფლიო მასშტაბით 2024 წელს ავსტრალიას ესტუმრა 7 მილიონზე მეტი ტურისტი. უმრავლეს შემთხვევაში ვიზიტის ძირითადი მიზეზი იყო დასვენება და გართობა, რასაც მოსდევდა ბიზნეს საქმიანობა, ნათესავებისა და ახლობლების მონახულება. თინა, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე სტატისტიკის მოსმენა. რამდენად რთულია საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრალიის ვიზის მიღება და ზოგადად რა რიცხვები გვაქვს გამოხატული სტატისტიკაში? კი, სანამ გადავალ პროცესებზე აქ ერთი სტატისტიკაც კიდევ მინდა გაგიზიარო. 2024 წლის მონაცემებით ავსტრალიამ ტურისტული ვიზების განაცხადზე 88% აპლიკანტს თანხმობა უთხრა, ანუ ვიზა გასცა. რაც საკმაოდ მაღალი და კარგი მაჩვენებელია. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები 59%-ია ხოლმე ვიზის გაცემის პროცენტულობა და თანხმობა. რაც შეეხება პროცესებს, ავსტრალიის ელექტრონული ვიზის მისაღებად საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გავლა. პირველი ეს არის განაცხადისთვის მომზადება, უნდა გქონდეს მოქმედი პასპორტი ან სამოგზაურო დოკუმენტი, ასევე უნდა განსაზღვროთ მოგზაურობის მიზანი, სწორედ მიზნის მიხედვით ივსება აპლიკაცია და პროცესის განსხვავდება ერთმანეთისგან სწორედ ამის გამო. მეორე ნაბიჯი ეს არის დოკუმენტების შეგროვება, უნდა მოამზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ვერსიები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ პლატფორმაზე შევსებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და სრული. მესამე ეს არის განაცხადის გაგზავნა. განაცხადის წარდგენისას უნდა გადაიხადოთ შესაბამისი საფასური და ყველა დოკუმენტი აიტვირთოს ონლაინ სისტემაში IMI აკაუნტზე. განაცხადის და მეოთხე ეს არის განაცხადის განხილვა. აპლიკაციის მიღების შემდეგ შესაძლოა მოგთხოვონ დამატებითი დოკუმენტები, ბიომეტრიული მონაცემები ან ჯანმრთელობის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი. და მეხუთე ეს არის ვიზის შედეგი. გადაწყვეტილების წერილი გამოგეგზავნებათ, სადაც იქნება მითითებული ვიზის ნომერი, მოქმედების თარიღი და პირობები. თუ ვიზაზე უარი გექნებათ, ასევე მიიღებთ ინფორმაციას უარის მიზეზისა და უფლებებისა, თუ როგორ გაასაჭიროთ ეს გადაწყვეტილება. აი, მაინტერესებს თინა კიდევ როგორ უნდა გადავამოწმოთ ვიზის ნამდვილობა. ძალიან ბევრი საიტი არსებობს, სადაც თქვათ დაგუგლის შემდეგ ადამიანები მოხვდებიან ხოლმე და შეიძლება არასწორ მისამართზე მოხვდნენ, არასწორი ლინკით შეავსონ და საბოლოო ჯამში, რა ვიცი, ყველაზე ცუდ დროს აეროპორტში გამგზავრების წინ მოაჩინან, რომ მათი ვიზა ან ყალბია, ან არ აქვს საერთოდ ვიზა. ანუ ამისგან თავდაცვა როგორ ხდება? სამწუხაროდ არის მსგავსი შემთხვევები, როდესაც განაცხადს არაოფიციალურ ვებგვერდზე აკეთებს აპლიკანტი. ამ რისკისთან თავის ასაცილებლად კარგი იქნება თუ ერთი რომ ან მიმართოთ სანდო ორგანიზაციას, მაგალითად სავიზო ცენტრი მსგავსი კონსულისა თუნდაც, ან ვიზის მიღების შემდგომ გადაამოწმოთ ვიზის ნამდვილობა შემდეგნაირად. უნდა ეწვიოთ ავსტრალიის საიმიგრაციო ვებგვერდს
ვებგვერდს ამისთვის დაგჭირდებათ სამოგზაურო დოკუმენტი ან პასპორტი. იქ ჩამოიშლება რამდენიმე ტიპი, ეს არის რეფერენსი, visa granted number-ი უნდა გქონდეთ, ან პასპორტის ნომერი, ან TRN-ი, დაბადების თარიღი შეყავთ, პასპორტის ნომერი. ამ ინფორმაციის შეყვანის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ვიზის ტიპი და ვალიდურობა. თუ ინფორმაციას არ იღებს ვებგვერდი და გიწერთ, რომ არ არსებობს მსგავსი მონაცემები, ეს ნიშნავს, რომ ან რაიმე ინფორმაცია შეყვანის რო შეგეშალათ და გადაამოწმეთ კიდევ ერთხელ ყველა ინფორმაცია ზუსტად შეიყვანეთ, თუ კი მაინც დანამდვილებით იცით რომ ყველა ინფორმაცია სწორია, მაშინ გამოდის რომ ვიზა არ არის გაცემული თქვენზე და ვიზის გააქტიურება კიდევ ბევრი გამიგია რომ ვიზის გააქტიურება ხდება აეროპორტში, მსგავსი რამ ან აეროპორტში ან ჩასვლის დროს არ ხდება, ვიზის ვალიდურობა და აქტიურობა გაცემისთანავე აისახება და ავტომატურად ავსტრალიის საიმიგრაციო ერთიან ბაზარში აღირიცხება. და ბოლოს რა რეკომენდაციებს მოგცემდი ვიზის აღებასთან დაკავშირებით? კი ბატონო, სიამოვნებით. პირველი აუცილებელია ვიზის დამტკიცებამდე არ დაგეგმოთ, უბრალოდ არ შეიძინოთ ავსტრალიაში სამოგზაურო ბილეთები და ასე შემდეგ. ჩვენს ყველამ კარგად ვიცით, რომ ავსტრალიაში მოგზაურობა საკმაოდ მაღალი ღირებულების არის, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროსა და ავიაკომპანიის უმეტესობა თანხებს უკან არ აბრუნებს ვიზაზე უარის შემთხვევაში, ამიტომ საკონსულოებიც გვირჩევს, რომ წინასწარ არ ვიყიდოთ და მხოლოდ დავჯავშნოთ ან დავგეგმოთ ეს ტური. მეორე, ყველა ცვლილება, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, მისამართი ან სტატუსის შეცვლა, უნდა აცნობოთ მიგრაციის სამსახურს. მესამე რჩევა და რეკომენდაცია ვიზით შეიძლება დარჩეთ ავსტრალიაში მაქსიმუმ 12 თვემდე, აუცილებლად დააკვირდით თქვენს ვიზაზე ზუსტად როგორ გაიცა და რა წესები აქვს ამ ვიზას. მეოთხე ეს არის ვიზით აკრძალული ავსტრალიაში მუშაობა ან დარჩენა იმაზე მეტი დროით, რაც ნებადართულია ხოლმე. და როგორც თქვი, მანამ სანამ შეიძენთ ამ ტურ პაკეტს, აუცილებლად ვიზაზე უნდა გააკეთოთ განაცხადი და ვიზის აღების შემდგომ უკვე ეხლა არ იგვეტყვის თუ როგორ ვიმოგზაუროთ და როგორ დავგეგმოთ ტური ავსტრალიაში. თინა, პრინციპში როგორც აღნიშნე, დღეს ვსაუბრობთ ავსტრალიაზე, არა უბრალოდ რომელიმე ქვეყანაზე, არამედ მთლიან კონტინენტზე. ზოგადად ავსტრალია გამოირჩევა სხვადასხვა უნიკალურობებით, რაც განასხვავებს სხვა ქვეყნებისა თუ კონტინენტებისგან, როგორც ფლორით, ასევე ფაუნით. დღეს მთლიან ავსტრალიაზე ცხადია ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შევარჩიე რამოდენიმე ადგილი, რამიმდევრობითაც გირჩევთ ტურის დაგეგმვას. ავსტრალიის დაგეგმვისას გირჩევთ ორი კვირა მაინც დაუთმოთ მას. ეს არის მიმართულება, სად მოხვედრაც სავიზო პროცესიდან დაწყებული ავიაბილეთით გაგრძელებული საკმაოდ კომპლექსური და მაღალბიუჯეტურია. ამიტომ გირჩევთ ადგილზე 14 ღამე მაინც გაატაროთ. ტურის კუთხით გირჩევთ დაიწყოთ სამხრეთ-დასავლეთიდან ადელაიდეში ჩაფრენით და გაუყვეთ სანაპირო გზას. ადელაიდეში 3-4 ღამე მაინც უნდა გაატაროთ, რადგან სწორედ აქედან შეგიძლიათ მოხვდეთ კენგურუების კუნძულზე, რომელიც ინფრასტრუქტურულად ძალიან გამართულია და კენგურუებთან ერთად მრავალ სხვა სანახაობასაც გპირდებათ. შემდეგ კი სანაპირო გზით უნდა წახვიდეთ მელბურნისკენ. სასურველია ღამისთევა პორტლენდში დაგეგმოთ ან რომელიმე სხვა ქალაქში, რადგან გზა საკმაოდ გრძელია. მელბურნში ყოფნისას შეგიძლიათ კუნძულ ტასმანიაზე გადახვიდეთ. კუნძული ცნობილია თავისი უნიკალური ბუნებით და ფაუნით. მელბურნიდან დედაქალაქ კანბერაში გაჩერების შემდეგ სიდნეისკენ უნდა გაუყვეთ გზას. სიდნეიში გირჩევთ 4 დღე მაინც გაჩერდეთ, რადგან ბევრი რამ არის სანახავი. სიდნეის შემდეგ კი ბრისბენის მონახულებას გირჩევთ, საიდანაც დიდი ბარიერული რიფის სანახავად უნდა უკვე მანქანის ნაცვლად ფრენის გამოყენება მოგიწევთ. ერთის მხრივ თუ დიდი ბარიერული რიფი არ არის თქვენ სურვილებში, შეგიძლიათ ტური ბრისბენში დაასრულოთ და აქედანვე აიღოთ უკან გამოსაფრენი ბილეთი. დიდი ბარიერული რიფის ექსკურსია ბრისბენიდან ფრენით დაახლოებით 2-3 დღეანია. ალტერნატიული გზაა სანაპირო ზოლის ნაცვლად კონტინენტის გადაკვეთა. ამ შემთხვევაში ტური აბსოლუტურად სხვანაირი გამოდის ხოლმე. მესმის ავსტრალია საკმაოდ კომპლექსურია და ზოგადად მოგზაურობის დროსაც
ყველაზე მნიშვნელოვანია სეზონურობის მიხედვით ჩავალაგოთ ჩემოდანიც. აი ავსტრალიის სეზონურობასთან დაკავშირებით რო გითხრა? ავსტრალიის სეზონურობა ეს უკვე ძალიან საინტერესო ასპექტზე გადავდივართ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რამ უნდა გითხრათ. გამომდინარე იქიდან, რომ ავსტრალია ეკვადორის ქვევით მდებარეობს და საკმაოდ მოშორებულია მისგან, გვაქვს ცვალებადი სეზონები, ანუ წელიწადის 4 დრო გამოხატულია ისევე როგორც ჩვენთან. თუმცა ჩვენგან განსხვავებით ავსტრალიელების ზამთარი ივნისი, ივლისი და აგვისტოა. ანუ ჩვენგან საპირისპიროდ. შესაბამისად, როცა საქართველოში ცივი ზამთარი გვაქვს, ყველა შეუძლია ავსტრალიის ზაფხულში დაგეგმოს მოგზაურობა, რადგან ზაფხული ავსტრალიაში დეკემბერში იწყება. იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრალიის ტური სანახაობრივია, მაგრამ სანაპირო ზოლიც არანაკლებ შთამბეჭდავია, ვფიქრობ იდეალური იქნება მას ვეწვიოთ ნოემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში. და ბიუჯეტი. რამდენი უნდა გადავიხადოთ, როცა ავსტრალიაში გვინდა გამგზავრება? ბიუჯეტით, რა თქმა უნდა, ავსტრალია საკმაოდ მაღალ ბიუჯეტური მიმართულებაა. ავიაბილეთის ღირებულება დაახლოებით 2000 ევროდან იწყება. ადგილზე გირჩევთ მანქანის ქირაობას, სხვანაირად ამ ქალაქებს და სანაპირო ზოლს, რაც გირჩიეთ, ვერ მოინახულებთ. ავსტრალიის ტური რაღაცით გავს კალიფორნიის ტურს, სადაც ასევე მანქანა გირჩიეთ. თუმცა კალიფორნიაში გაცილებით პატარა მანძილებია. მანქანის ქირაობა დღე-ღამეში უხეშად 50 евро დაგიჯდებათ. ღამის თევა კი ოთახზე 200 евро მაინც ივარაუდეთ. ორადგილიანი ოთახის შემთხვევაში ამას დაემატება ყოველდღიური ხარჯი, რესტორნები. არ არის ძალიან ძვირი, დაახლოებით 40 ევრომდე ბიუჯეტში შეძლებთ ნორმალური ლანჩის თუ ვახშმის დაგეგმვას. ამ ხარჯებზე დაგემატებათ დღიური ტურების ხარჯი. ცხადია, შეგიძლიათ სხვადასხვა ადგილს თქვენივე მანქანით ესტუმროთ და მხოლოდ შესასვლელი ბილეთის ხარჯი გქონდეთ. თუმცა მე აუცილებლად გირჩევთ ადგილობრივი ტუროპერატორებისგან დღიურ ჯგუფურ ტურში შეერთებას, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით უკეთ შეძლებთ ამ ადგილების დათვალიერებას. ანა, გამომდინარე იქიდან, რომ ავსტრალია არის ფაქტობრივად კონტინენტი, მთლიანად მის მონახულებას ვერ შევძლებთ, მით უმეტეს, როდესაც პირველად მივდივართ და პირველად უნდა ვნახოთ. აი, საიდან დავიწყოთ? თუნდაც მაგალითად ფრენები, სად არის ისეთი, რომელსაც პირდაპირ ჩავფრინდებით, პირდაპირ ფრენები ვიცი რომ არ გვაქვს. აი რა მოვინახულოთ ავსტრალიაში? კი ბატონო. ესე იგი, მე როცა ვურჩევდი მაყურებელს გარკვეული რაოდენობის ღამეების გატარებას სხვადასხვა ქალაქებში, ამას მხოლოდ ამ ქალაქებში გასატარებლად ცხადია არ გულისხმობდი. თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულ ქალაქებში ცხოვრებისას დაგეგმოთ დღიური ტურები. ან ტურები, სადაც ერთი ღამისთევით წახვალთ. მაგალითად, ადელაიდეში ყოფნისას შეგიძლიათ დაგეგმოთ კენგურუს კუნძულის ტური, რომელსაც ძალიან გირჩევთ. უცნაური სანაპიროები თუ გაინტერესებთ, ნიჟარების სანაპიროს ესტუმროთ, რომელიც ასევე ადელაიდესთან არის ახლოს. მელბურნიდან გირჩევთ წითელი ხეების ტყეს ესტუმროთ. რედვუდში პატარა სასტუმროებიც არის და მისი ნახვა ღამისთევითაც შეგიძლიათ დაგეგმოთ. სიდნეიში კი სიდნეის პორტი არის პირველი სანახაობა, რასაც უნდა ესტუმროთ. თვითონ ქალაქში ცხადია ბევრი საინტერესო სანახაობაა, მათ შორის ცნობილი სიდნეის ოპერა. დღიური ტურებისთვის კი სიდნეიდან შემდეგს გირჩევთ ლურჯი მთების ტური. აქ საბაგირო დაგხვდებათ და შეძლებთ კანიონის სრულად დათვალიერებას. წყინავი ჭიების გვირაბი. ამ გვირაბში ადრე მატარებელი დადიოდა. ჯერ კიდევ არის ლიანდაგები. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მიტოვებულია, აქ წყინავმა ჭიებმა დაიდეს სახლი. ეს ციცინათელების მსგავსი ჭიებია და გვირაბი მათი ნათებით ანათებს. ამ ადგილს შეგიძლიათ ტურისტულად ეწვიოთ. ტოსკანური მინდვრების ნახვა თუ მოგინდებათ, ჰანთერ ველის უნდა ესტუმროთ. ბრისბენთან ძალიან ახლოს კი ოქროს სანაპირო მდებარეობს. თქვენი ბოლო გაჩერება ტურის ფარგლებში შეგიძლიათ სანაპიროზეც დაგეგმოთ. როდესაც იმ მარშრუტს მიუყვებით მანქანით, რაც გირჩიეთ, ამ დროს გადიხართ The Great Ocean Roads, რომელიც ძალიან სანახაობრივია და აუცილებლად იმსახურებს დამოუკიდებლად ხსენებას. დიდი ბარიერული რიფის სანახავად ბრისბენიდან გადაფრენა მოგიწევთ. ბევრი ამბობს, რომ დიდი ბარიერული რიფი განადგურების საფრთხის ქვეშაა. ეს მართლაც აუცარი ადგილი, აუცილებლად უნდა ნახოთ ერთხელ მაინც ცხოვრებაში. ბევრ თქვენგანს ალბათ გინახავთ ვარდისფერი ტბა, თუმცა ამჟამად მისი მონახულება შეუძლებელია, რადგან კუნძულზე მდებარეობს და არ უშვებენ ამ კუნძულზე ხალხს დელიკატური ეკოსისტემის გაფრთხილების გამო. ავსტრალიაზე თუ არ ჩავთვლით კენგურუებს და კოალას, მე პირველი რაც მახსენდება ხოლმე ერთ-ერთი არის ფილმი „მაშველები“ და მართლა ისეთი მაშველები გავთხოვე სანაპიროზე.
ანუ ჩემს რას გვეტყვი, რა გავითვალისწინოთ ავსტრალიაში მოგზაურობის დროს? ავსტრალიაში ყოფნისას მაშველები ნამდვილად დაგჭირდება. თუმცა გამომდინარე იქიდან ხო, რჩევებს რაც შეეხება, რჩევებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ავსტრალია არის ადგილი, სადაც უამრავი საშიში რამ დაგვხდებათ. ამიტომ გირჩევთ წინასწარ გაეცნოთ ამ ყველაფერს. ტრანსპორტის მხრივაც საკმაოდ ისეთი საინტერესო არის ის, რომ გზის მარცხენა მხარეს გვაქვს მხოლოდ მოძრაობა. ეს ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, რადგან ავსტრალია დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია. ავსტრალიაში სარგებლობენ ავსტრალიური დოლარით, რომლის კურსიც ამერიკულ დოლართან წინასწარ აჯობებს, რომ გადაამოწმოთ. მათი ზაფხული, ავსტრალიელების ზაფხული ჩვენი ზამთარია. ავსტრალია ძალიან უსაფრთხო ქვეყანა კრიმინალური თვალსაზრისით, თუმცა როგორც გითხარით, ბუნებაა ძალიან საშიში. ავსტრალიის ფაუნის 80%-ს მსოფლიოს სხვა ნაწილში ვერ შეხვდებით. და ბევრი ძალიან საშიში არის და როგორც აღნიშნე, აუცილებლად ფრთხილად უნდა იყოს და სიფრთხილე გმართებთ მათთან მიმართებაში. ყურადღებით დააკვირდით დროშებს სანაპიროებზე და მხოლოდ იქ იცურავეთ, სადაც ნებადართულია. მზისგან დამცავი კრემი იქონიეთ თან, ონკანის წყლის დალევა უსაფრთხოა, ტიფინგი კი სავალდებულო არ არის. ინგლისური ოფიციალური ენაა, თუმცა იმდენად სპეციფიური აქცენტით საუბრობენ ადგილობრივები, რომ ცოტა გაგიჭირდებათ, რომ გაუგოთ. ისწავლეთ რამოდენიმე ყოველდღიური ურთიერთობისთვის გამოსადეგი ადგილობრივი სლენგი. დღეისთვის სულ ეს იყო, მომავალ ორშაბათს თინა ისაუბრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდა ტურისტული ვიზისა, სხვა როგორი საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზის ტიპები არსებობს და როგორ უნდა ავიღოთ ისინი. აუცილებლად უყურეთ ამჯერად თინას და უსმინეთ, ძალიან საინტერესო იქნება. ველოდებით მომდევნო ორშაბათს თინას და მადლობა ძალიან საინტერესო ინფორმაციების გაზიარებისათვის, რაც დილიდან ავსტრალიაში მოგზაურობისთვის მივაწოდეთ ჩვენს მაყურებლებს. ანა კირკიტაძე, ვენგრეთის დამფუძნებელი და თინეთინ გოგუაძე, იკოსუნის დამფუძნებელი იყვნენ ჩვენთან ერთად.